შენჩემა მეგობარმა მომწერა მესიჯი, რომ შენაირი ანტიკოლონიალისტი როგორ აფასებს, რომელი უფრო სიველურე იყო წყლის გადასხმა თუ მუშტის მოქნევაო და გულწრფელად ესე ვიმსჯელე, რომ თუ სტუმრად ჩადიხარ უცხო კულტურაში და ლხინში, ჩვეულებრივ ლხინში, რომელიც ყველგან ესეთი ლხინია, უბრალოდ სხვადასხვა ფორმები და რაღაცები იცვლება, მაგრამ ძალიან პოზიტიურ რიტუალში, არა რიტუალში, რომელიც შენთვის რამე სახით ადამიანურად მიუღებელია. შეგნებულად იქცევი ისე, რომ ალბათობა იცი, რომ იზრდება, რომ მოგხვდება, ველური ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში ველური ხარ, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა ფიქრია მახსენა თუ არ ვწდები სტუმარ მასპინძელი, მე ცოტა სხვა პარალელი გამახსენდა, სხვა პარალელი გავავლე გუშინ და პირველად ვიფიქრე, რომ მეთქი ინტერნეტმა თქო, აი ამ ვიდეოს სახით, ამას ხო ყველაფერს ვიდეო გადაუღეს. როგორი არტეფაქტი მაჩუქა მეთქი, რომ ჩემ შვილს მისთვის ყველაზე გასაგებ მოკლე ვიდეოს ენაზე აუხსნა როგორ დაიბადა პირველ დასელთა ქართული ნაციონალიზმი. აი ზუსტად ესე დაიბადა, რომ ვერ აიტანა, რომ ველური აღგიქვავს ველურად. პარალელი რო გავავლო, მომღერალი, რომელიც ავარდა არის ილია ჭავჭავაძე და მუშტი არის მგზავრის წერილები, სადაც პირველად მოუქნია რუსეთს და თქვა, რომ აუტანელია, როდესაც ველური რომელსაც პრეტენზია აქვს ოქსიდენტობაზე, ანუ ორიენტალიზმის გადმოსახედიდან რუსეთის ხო პრეტენზია ჰქონდა ოქსიდენტობაზე, ხო მესამე რომი იყო, ხო ევროპის ჟანდარმი, მერე ხო ეს ყველაფერი დაიმსხვრა. სინამდვილეში ჩვეულებრივი ორიენტია, ყოველთვის ორიენტი იყო და ეს ორიენტის ორიენტობის აუტანლობა არის ძირითადად ის, რაც მუდამ პრობლემაა ჩვენს ურთიერთობებში. ხოთაშორის საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ რუსების ეს პრეტენზია აბსოლუტურად გაბათილებულია და რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ქართველები ვართ, იმიტომ რომ მათ ეს გააკეთეს და ამიტომაც მგონია, რომ ქართულ ოცნებას მოუწია გარკვეულწილად უკან დახევა